ერთ შემთხვევაშია ადამიანი ბედნიერი. როცა ყავს რძალი კარგი, შვილი უკეთესი და შვილიშვილები მასზე უკეთესი. ამ შემთხვევაშია მხოლოდ ადამიანი ბედნიერი. სხვა შემთხვევაში ადამიანი ბედნიერი ვერასდროს ვერ იქნება. ფული არ არის ბედნიერება. ჩემთვის ბედნიერება ხარ თქვენ. ჩვენ თქვით, რომ ჩვენი პატრიარქი საპატივცემლოდ ჩვენ არ გადაგვეხადა დაბადების დღე, იმიტომ რომ ჩვენ ცეკვა და სიმღერას არ დაუშვებდით სალომე. თქვენ მაინც მოხვედით აქ და მომილოცეთ, ხო? აი უყურეთ, აი აქ არის ხართ თქვენ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, ხო? მე რატო ვარ ბედნიერი? მე იმიტომ ვარ ბედნიერი, რომ თქვენ ყველანი ერთმანეთზე უკეთესები ხართ. აი დედა ჩემი სურათი რატო დევს აქ მეორე დღეა და ბებია ჩემის. დედა ჩემიც და ბებია ჩემიც იცით რატოა ბედნიერი. მე ესე ვთვლი, რომ მათ კარგი შვილი გაზარდეს. არასდროს არ უნდა დაივიწყო წინაპარი. არასდროს დედას და მამას ენა არ უნდა მიუბრუნო. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც გაგზარდათ და სწორ გზაზე დაგაყენათ. ვინც ახალგაზრდებს მინდა ვთხოვო, თქვენ ყველანი ახალგაზრდები ხარ და მთელი საქართველოს მოსახლეობის ახალგაზრდებს მინდა ვთხოვო, რომ დედა სიტყვაზე უკეთესი სიტყვა არ არსებობს. რა ლამაზად იწერება, რა ლამაზად ჟღერს. დედას